მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ლექციაზე გამიხილავთ, ანუ მე-10 ლექციას თეორიულს გამიხილავთ OOPS. და ეს იშიფრება როგორც Object Oriented Programming. ანუ ქართულად იქნება ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება. თქვენ გემახსოვრებათ, რომ ამ საკითხს ნაწილობრივ შევეხე პროტოტიპების ლექციაზე, როდესაც გასწავლით, რომ თურმე ამ პროტოტიპების ჩაწერა და მათზე დაყრდნობით რაღაც ობიექტების დაგენერირება უფრო მარტივად შეიძლება რაღაც სინტაქსური შაქრით, ან უფრო მარტივი ჩანაწერით კლასების მეშვეობით. და ზუსტად ამას გამოვიყენებთ OOPS-ში, ოღონდ OOPS-ში კიდევ რაღაცა დამატებითი პარადიგმებია და თემები არის და დღეს გავალით ყველაფერს. აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ პროტოტიპებზე. ჩვენ რო გვინდა რაღაც რამდენიმე ჩანახანი გავაკეთოთ ყურდღლის, ანუ რამდენიმე ობიექტი გქონდეს და ასე გვინდა რომ ამ ობიექტებს გქონდეთ რაღაც საერთო. ამიტომ გვექნება რაღაც ჩანახატი, ანუ პროტოტიპი და ამ პროტოტიპზე დაყრდნობით შევქმნით რაღაც ახალ ობიექტებს ყველა ჯერზე. და ამის ჩანაწერი AST-ის სახით გამოსახებოდა, რომ გვქონდა make-ობით ფუნქცია, ვაწვდით პარამეტრად types, მე ვქმნიდით ახალ ყურდღელს, ახალ ბაჭიას ყველა ჯერზე, როცა ამ ფუნქციას გამოვიძახებდით object.create ფუნქციით. და ამას გადავაწვდით პროტოტიპს არგუმენტად. აი ესა პროტოტიპი, რომელსაც აქვს pick მეთოდი. მე აი ამ ბაჭიას გავუწერით types, რომელიც არის ეს type-ი, პარამეტრი, ანუ killer-ი ამ შემთხვევაში, და მე ამ ბაჭიას დავაბრუნდით, ანუ ობიექტს. და როცა მინდა რომ ეს ფუნქცია გამოვიყენო, ვიყენებ new keywords და ვანიშნებ JavaScript-ს, რომ ახალი ობიექტი მინდა დავაგენერირო უკვე არსებული პროტოტიპიდან. მე მინდა რომ make-რებით ყალიბი გამოვიყენო და გადავაწვდი killers. ანუ შეიქმნება ობიექტი, რომელსაც აქვს type killer-ი და ასევე pick მეთოდი, იმიტომ რომ პროტოტიპში უწერია მის ჩანახატში. და მე ასევე განახეთ იმ ლექციაზე, რომ ამის ჩაწერა უფრო მარტივად შეიძლებოდა კლასების მეშვეობით. მე შემიძლია მქონდეს Rabbit კლასი, სადაც არის კონსტრუქტორი. კონსტრუქტორი არის ჩათვალეთ აი ამ კლასის ყალიბი. ჩვეულებრივი ფუნქცია, ოღონდ აუცილებელია რომ ერქვას კონსტრუქტორი. პარამეტრად types ვაწვდით და უწერთ this type უდრის types. და ასე აქვს pick მეთოდი. და აქაც იგივე პრინციპია, თუ მინდა რომ ახალი ობიექტი შექმნო, ვიყენებ new keywords და მე იმ კლასის სახელწერ, რომელზეც დაყრდნობით ეს იქნება ახალი ობიექტი. და ამას ვიძახებ მე, აი ჩათვალე, როდესაც Rabbit-ს ვიძახებ კონსტრუქტორ ფუნქციას. და არგუმენტად გადავაწოდე killer string-ი. ანუ ეს killer-ი მოვიდა type-ში და აქ მიწერია this.type უდრის killers. ეს this keyword-ი მიემართება იმ ობიექტს, რომელიც ახლახან შევქმნით, ანუ killer-ებიც. აი ამ ობიექტს ჩავუმატა type property და გავუტოლოთ killers. მიუხედავად იმისა, რომ აი ამისთვის დამატებითი პროპერტები არ გაგვიწერია, ამ ობიექტს pick მეთოდი მაინც ექნება, იმიტომ რომ მის კლასში, ანუ Rabbit კლასში იყო გაწერილი. ჩანახატში ასე რა ვთქვათ. რომელიც აკონსოლებს ჯერ these types, ანუ იმ ობიექტის ტიპს, რომელსაც ფუნქცია გვხვნის და მე Rabbit says line, ანუ რასაც ამბობს რა. მოდი ეს გადმოვიტანოთ. ჩვენთან აი აქ. და დავაკონსოლოთ console log killer Rabbit. გამოიტანა. აი თან აწერს რომელი კლასიდანაა შექმნილი. Rabbit კლასიდანაა შექმნილი და ობიექტი არის type killer. Type property აქ შევქმნით. შემეძლო სხვა რამე შევქმნით, მაგალითად this წერტილი year უდრის 2-ს, ანუ ყველა ბაჭიას აქვს 2 ყური. თუმცა ეს ორიანი, აი აქაც იქნებოდა დამოტანილი რა თქმა უნდა და მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება მქონდეს მაგალითად 1000 ბაჭია, მე არ მომიწევს რომ თითოეულისთვის გავწერო, რომ 2 ყური აქვს. უბრალოდ მის ყალიბში გავწერ და ექნება გამოსახული თვითონ ობიექტში, როცა მის კლასიდან შევქმნი ობიექტს რა თქმა უნდა. აქ pick მეთოდი არ ჩანს საერთოდ. რო გვაქვს pick მეთოდი. თუმცა მაინც არის მასში.
უბრალოდ პროტოტიპში უწერიეთ ჩათვალით. ანუ ამ კლასების უკან საბოლოო ჯამში დგას მაინც პროტოტიპები. მართალია მის სინტაქსი აღარ ჩანს, იმიტომ რომ უფრო გამარტივებული ყველაფერი, მაგრამ მაინც პროტოტიპებამდე დაის ყველაფერი. ანუ მე შემიძლია killer-ებიც-ზე გამოვიძახო speak მეთოდი, ნახეთ, თან მიკარნახ speak აქვს. და გადავაწოდო, რა ვიცი, hello. და მე დაბეჭდავს. this მიემართება იმ ობიექტს, რომელზეც ვიძახებთ ფუნქციას, ანუ killer-ებიც. killer-ებით type-ი არის killer-ი, killer-ებით says line, ანუ hello. და ეხლა გამოიტანს, რომ მკვლელი ბაჭი ამბობს გამარჯვებას. The killer-ებით says hello. და ნუ ეს გავარჩიეთ და ეხლა მაინც დღეს კიდევ შეგახსენებთ. და ეს არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება. და ნუ სახელიდანაც გამომდინარეობს ის, რომ ობიექტებზე მუშაობთ აბსოლუტურად ყველაფრით. ანუ მთელი პროპერტების გადაწოდება, მეთოდების დამატება, კალკულაციები ყველაფერი ხდება ობიექტებში. სხვათა შორის, ანუ ყველაზე ხშირად ეს OOP, ესეთი მიდგომა ყველაზე ხშირად გამოყენებადი არის საბანკო სექტორებში და გეიმინგში, ანუ გეიმინგ დეველოპმენტში. საბანკო სექტორში რაღაც ბევრი კალკულაცია მეთოდია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და გეიმინგში კიდევ ერთმანეთს ბევრი რაღაცა გავს, მაგრამ ცოტათი განსხვავდებიან. აი მაგალითად მე თუ მაქვს 20 მოწინააღმდეგე შეუძლია რომ დემეჯი გამიკეთოს, ირბინოს, რაღაც ვიზუალი ქონდეს, მაგრამ ზოგი უფრო ძლიერია, ზოგი უფრო სუსტია, ზოგი უფრო სწრაფია, ზოგი უფრო ნელია. ანუ საერთო რაც აქვს შემიძლია რომ კლასში გავწერო და მე დამატებით ჩავუწერო აი კონსტრუქტორში. ანუ საერთო რაც ყველა ობიექტს უნდა ქონდეს, წერია აქ მეთოდები რა უნდა ქონდეს, რა მეთოდი უნდა ქონდეს. და რა პროპერტი უნდა ქონდეს თვითონ ობიექტს შექმნისას, ვუწერთ ყალიბში. ანუ მე რო ნიურებით გამოვიძახეთ და killer გადავეცი, კონსტრუქტორი გამოვიძახეთ სიამძლეში და კონსტრუქტორით განსაზღვრავთ თავად ობიექტში რა პროპერტები უნდა ეწეროს, მინდა რომ ეწეროს type-ი, რომელიც არის killer-ი. და ყველა ახალი ბაჭი შექმნაზე გადავაწყვეტე ამ type-ის მნიშვნელობას, მაგრამ speak მეთოდი ერთ და იგივე აქვს ყველას. თვითონ საიტებზე მუშაობისას ფრონტში მაგალითად OOP-ის მიდგომა ხშირად არ გვჭირდება, ანუ იშვიათად გვჭირდება. თუმცა არის რაღაც ფრეიმვორკები და ბიბლიოთეკები, აი მაგალითად Angular. Angular-ში არის OOP-ის საკითხები. Angular-ი რო ისწავლოთ, OOP გჭირდებათ. ეხლა React-ში OOP ეგრე არ გჭირდებათ. ადრეულ ვერსიებში React-ისაში OOP-ით მუშაობდა ყველაფერი, ნუ ეხლა შეიცვალა და ფუნქციად კეთდება მარტივად. Angular-ში დღესაც ეგრეა რომ OOP უნდა იცოდეთ რომ Angular-ი ისწავლოთ. ასევე არის რაღაცა back-ის ბიბლიოთეკები და ფრეიმვორკები, მაგალითად Nest.js-ი, რომელიც არის Node.js-ის ფრეიმვორკი. მაგასაც ვისწავლით, როცა back-end-ზე გადავალთ ბოლოში. აი მანდაც OOP-ის საკითხები უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ გავიგოთ ფრეიმვორკი როგორ მუშაობს საბოლოო ჯამში. ამიტომ საჭირო თემაა. და ნუ რა თქმა უნდა, გასაუბრებაზეც მოდის ხოლმე ასე თუ ისე ხშირად. Okay. ჩვენს OOP-ში, ანუ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში არის რაღაც გარკვეული ძირითადი საკითხები. 4 ცალია სულ. ერთ-ერთი არის აბსტრაქცია. აბსტრაქცია არ იხსნება რაიმე ტექნიკური ჩანაწერით. ზოგადი ახსნა აქვს აბსტრაქციას და მთლიანად ეს ჩანაწერიც რაღაც ხრი აბსტრაქცია იყო, როცა მას გამოვიყენებდით. მაგალითად რომ მოვიყვანო, აბსტრაქცია რა არის ჩვენთვის რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად მე რომ მინდა რომ ერთი ანგარიში და მეორე ანგარიში გადავერიცხო თანხა, ამისთვის რას ვაკეთებ, ხო? შევდივარ ჩემს mobile bank-ში, წერ ადრესატის ანგარიშის ნომერს, რამდენი გადავერიცხო, საიდან გადავერიცხო და გაგზავნოს ვაწვევი. ანუ ჩემთვის ეგ პროცესი არის აბსტრაქცია. იმიტომ რომ იმის უკან ხო ძალიან დიდი პროცესებია, ბანკში შეგინთ როგორ მუშავდება ინფორმაცია, როგორ მეჭრება თანხა, როგორ უჯდება ადრესატს თანხა ბარათი და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ყველაფერი უკან რაც ხდება, ჩემთვის აბსტრაქცია არ მაინტერესებს. ან ერთხელ ვიღაცამ გააკეთა თავიდან ბოლომდე და ეხლა უკვე ჩემთვის არის აბსტრაქცია, მარტივად ვიყენებ. იგივე მანქანის დაქუქვაზე. მე შეიძლება ვიცოდე მანქანის ტარება,
მაგრამ მანქანის ყოველი დაქოქვისას არ მაინტერესებს ძრავში რა პროცესები მიმდინარეობს. ანუ ვიღაცამ ადგა და ააწყო მანქანა და თვითონ მანქანა როგორ მუშაობს დეტალებში, ჩემთვის აღარაა საინტერესო. ანუ აბსტრაქცია აქვს ჩემთვის. ჩემთვის საინტერესოა და საჭიროა აი გაზაღები რომ დავატრიალე და მოვარჩა მანქანა დაიქოქა. როგორ დაიქოქა იქ რა ებიხდება აბსტრაქცია ჩემთვის. აქაც იგივე შეიძლება რომ ვთქვათ. კლასი რო ერთხელ შევქმენი, გაუწერე ყალიბი ან კონსტრუქტორი, ასევე რაღაც მეთოდები. როდესაც მე ამ speak მეთოდს გამოვიყენებ და hello-ს გადავაწვდი, მე უკვე აღარ მიწევს ფიქრი ამ speak მეთოდის უკან რა დგას. ანუ აი ამის გააზრება აღარ მიწევს, იმიტომ რომ ერთხელ დავწერე და ყველაფრისთვის საერთო იქნება, ყველა ობიექტისთვის იქნება საერთო. ანუ გამოდის რომ აი ეს ნაწილი ჩემთვის აბსტრაქციაა. ერთხელ შევქმენი და მე ყველა გამოყენების დროს აღარ ვფიქრობ მასზე. შიგნით როგორ მუშაობს. ნუ ეხლა ეს მარტივია, მაგრამ შეიძლება რაღაც 200-300 ხაზიანი ფუნქცია იყოს სიტყვაზე. და ერთხელ რომ გამოსაზღვრო, მე აღარ მიწევს ფიქრი, იმიტომ რომ აბსტრაქციად გავიტანე. ერთხელ შევქმენი და მე უბრალოდ მარტივად ვიყენებ. მეორე არის მემკვიდრეობითობა. ანუ inheritance. სამ ამაზე გადავალთ, მოდი ერთი კლასი შევქმნათ. მას მივზმოვ, ქვევით არ შეგვეხედოს. person კლასი შევქმნათ, ადამიანის კლასი. რომლის კონსტრუქტორს ექნება name და age property-ები. ანუ name და age პარამეტრებია. ეს name და ეს age property სახელებია თვითონ ობიექტისთვის. ანუ this name იქნება ამის მნიშვნელობა, this age იქნება age-ის მნიშვნელობა. და this მიმართება იმ ობიექტს, რომელსაც შევქმნით. და თითოეულ ობიექტს, ანუ ადამიანის ობიექტს ექნება walk მეთოდი. ანუ სიარულში აიძლება ყველას. This name is walking. დამიწერს win დადის. ეს გადმოვიტანოთ. class person. ექნება კონსტრუქტორი, სადაც ექნება name და age. This name უდრის names. This age უდრის ages. და ექნება ყველა ობიექტს პროტოტიპში გაწერილი walk მეთოდი. Return this name is walking. Yes. და მე რო შევქმნა ახალი ობიექტი, აი ამ კლასზე დაფუძნებით, ანუ ამის უკან კონსტრუქტორი დგას, რას ვაკეთებ? const person სლოდი შევქმნათ და ხო კლასის სახელი ჯობია რომ დიდი ასოთი დავიწყოთ და პატარათი. New person name იყოს თემო, age იყოს 21. ეხლა რა მოხდა? როდესაც მე შევქმენი person სლოდი და მივენჭე new person, ამის უკან რა დგას? new-თი იქნება ახალი ობიექტი person კლასიდან. და მე როცა გამოვიძახე ეს ფუნქცია და გადავაწოდე თემო და 21, სინამდვილეში გამოვიძახე კონსტრუქტორ ფუნქცია. ანუ აქ გადავაწოდე არგუმენტად თემო, ესე იგი name არის თემო, ეს არის თემო და age არის 21. ანუ ეს არის თემო და age გამოვიდა 21. მე შეგინთ რა ხდება? This name უდრის names. This სახელით არავის არ მიმართავს, უბრალოდ თიც იშურს იმ ობიექტისკენ, რომელიც ახლახან შეიქმნა, ანუ person-ზე გულისხმობთ. ამიტომ person-ში ჩაწერს name properties და მიენჭებს თემოს. იმიტომ name თემოა. ეს name თემო არა, იმიტომ რომ როდესაც ობიექტზე მიმართავ წერტილი name, პირდაპირ მნიშვნელობით name-ის გულისხმობ. და ეს უბრალოდ სულად არ იქნება, რომლის მნიშვნელობაც არის თემო. ხო? და იგივე ქვევით, ისევ ახალ ობიექტს მიმართავ this keyword-ით. this-ები იმიტომ ჭირდება, რომ არ ვიცი ამ ობიექტს რას დავარქმევ. მე რო ესე person მქონდეს, არ შეიძლება, იმიტომ რომ მე შეიძლება მას person 1 დავარქვა. მაშინ აქაც მომიწეს შეცვლა. ცუდი პრაქტიკაა რა. მე ამ this-ით მიმართავ ახალ ობიექტს და age-ს მიმოენჭებ 21-ს. ანუ ეხლა რომ დავაკონსოლო მე console log person. გამო person კლასის ობიექტი name თემო age 21. მე რო შევქმნა მეორე ობიექტი const person 1. შევქმნა ახალი persona person კლასით დაფუძნებით, რომლის სახელია მაგალითად bk 22.
ანუ როდესაც ამას ვიძახებ, იგივე რაღაცა ხდება. BK იქნება ეხლა name-ის ნიშნულობა, 22 იქნება age-ის ნიშნულობა და this-ი ამ შემთხვევაში მიმართება person 1-ს. ანუ როცა აი ამ ხაზზე რო ვიყავით და გამოვიძახეს კონსტრუქტორი, ეს this მიმართება person-ს, როცა აქ გამოვიძახეთ, მიმართება person 1-ს. ანუ რომელ ობიექტსაც ვქნით, იმისკენ გაიშვეს ზოგადად თიც. ანუ ზოგადად ხდება ამას ყველაფერი კონკრეტულად არა. და მორიუს person-საც და person 1-საც გააჩნიათ walk მეთოდი. ანუ მე რო დავაკონსოლო მაგალითად person.walk და გამოვიძახოთ ეს მეთოდი, გამოიტანს რომ Temo is walking, Temo დადის. ხო? და მოდი კონდეს ეგეთი დავალება, რომ სიტყვაზე გვინდა რომ შევქმნათ ახალი კლასი, სტუდენტის კლასი. ოღონდ ისეთი ამბავია, რომ სტუდენტს უნდა ქონდეს სახელიც, ასაკიც, walk მეთოდიც და ერთ-ერთი დამატებით უნდა ქონდეს ქულა. ნუ მაგითაა გამოჩენილი, სტუდენტის ხომ ადამიანია. შესაბამისად თუ ადამიანს სახელი და ასაკი აქვს და სიარული შეუძლია, სტუდენტსაც შეუძლია სიარული და სახელიც და ასაკი აქვს. უბრალოდ ქულა ემატება. უნივერსიტეტში რასაც იღებს, ან რამე კოლეჯში. და მე ამჟამინდელი ცოდით რა შემიძლია რომ გავაკეთო. შემიძლია შექმნა ახალი კლასი, სტუდენტ კლასი. კონსტრუქტორში გავუწერო სამი პარამეტრი, name, age და score. და შევქმნა ამ ობიექტს ახალ ობიექტის შესაბამის პროპორციები. This name უდრის names, this age უდრის ages და this score უდრის scores. და ასე უნდა ქონდეს walk მეთოდი, ამასაც გადმოვიტან. ეს. და მე როდესაც შევქმნი ახალ სტუდენტს, უდრის new student, გადავცეთ Temo 21, მაგალითად 75. დავაკონსოლოთ ჩვენი სტუდენტი. და ბარემ გამოვიძახოთ მასზე walk მეთოდი. student.walk. აი student ობიექტი მოქვს name Temo age 21 score 75 და Temo is walking. ანუ ავამუშავე. თუმცა მიუხედავად ამისა, მე აი ეს კოდი და ეს კოდი გავიმეორე. იმიტომ რომ person-საც ქონდა. და ჩვენ შეგვიძლია სხვანაირად მივუძღვით ამ პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სტუდენტი არის person-ის მემკვიდრე და მემკვიდრეობითობით გადავცეთ აი ეს ნაწილი და walk მეთოდი. ზუსტად ამას ქვია მემკვიდრეობითობა, ანუ inheritance OOP-ში. რომელიც ასე ჩაიწერება. ანუ მე თუ მინდა რომ ეგეთი რაღაც გავაკეთო, წერი class student, ანუ ვქნი ახალ კლასს და მე extends person, ანუ ახანგრძლივებს person-ს პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ person კლასიდან გადმოიტანს ყველა მეთოდს და სტუდენტში ჩაწერს. აქაც იგივე კონსტრუქტორი მაქვს, ანუ სტუდენტის ყალიბი, სადაც არის name, age და score პროპერტები, იმიტომ რომ მე რო გამოვიძახებ student class Temo 21 და 75 რო გადავეცი, რაღაც უნდა შევინახო. ანუ name-ში, age-ში და score პარამეტრებში. რადგანაც this name უდრის names, this age უდრის age-ს გვეწერა უკვე მისი მშობლის კონსტრუქტორში, ამიტომ ამის ახლიან ჩაწერა აღარ გვიწევს, როგორც მე გავაკეთე. ანუ ამას ახლიან აღავწერთ. იდეაში ხო კარგი იქნებოდა, რომ უბრალოდ ეს ხო ფუნქცია, მშობლის ფუნქცია. მშობლის კონსტრუქტორს მივიწვდეთ და ის გამოვიძახოთ. და ზუსტად აი ხდება super ფუნქციით. super. ანუ ამის შექმნა არ გვიწევს არასად ჩაშნებული არის და ეგრევე ხდება JavaScript-ი, რომ გვინდა მშობელი კლასის კონსტრუქტორის გამოძახება. მშობელი არის person-ი. აქ person-ში ავო და აი ამ კონსტრუქტორს გამოიძახებ super-ით. ოღონდ ეს კონსტრუქტორი ხო ორ პარამეტრს ელის, names და ages. ამიტომ აქაც გადავაწყვეტით names და ages. იმიტომ რომ აქ მაქვს მოტანილი Temo და 21. Temo და 21-ი გადავა, აქ აღიქნება Temo და 21, შექმნებ ახალი ობიექტი. და ერთ-ერთი score-ს დავუმატებთ, იმიტომ რომ მშობელ კლასს score property არ ქონდა. მოდი აქ ჩავწეროთ ახლა.
class student extends რომ გავხადოთ ეს ახალი კლასი person-ის მემკვიდრე extends person ეხება კონსტრუქტორი სადაც მივიღე პარამეტრებად თემო ჩარჯდება name-ში 21 age-ში და 75 ქულა score-ში მე რადგანაც აი ამათი ის ნაწილი მიწერია ამიტომ გამოვიძახებ მშობელი ანუ person class-ის კონსტრუქტორს superit და გადავაწყვეტი names და ages. Name-ი არის თემო, აქედან მოვიდა. Age-ი არის 21. ანუ super-ს გადავაწყვეტი თემო და 21, ესე იგი წავედით აქ, გამოვიძახეთ ეს ფუნქცია და პარამეტრებში name არის თემო და age 21. და ესე შექმნა ობიექტი. და რადგანაც score-ი ემატება student class, ამიტომ მაგას ხელით გავუწერ ახლიდან და ვიტყვი this score უდრის scores. აქაც იგივე პრინციპია, this მიემართება ახალ students და შევქმნი score properties და მეანიჭებს 75-ს. და ასევე მე walk მეთოდის დაწერა აღარ მიწევს. იმიტომ რომ აქ რომ მეწერია class student extends person, მემკვიდრეობითობის ხარჯზე, ამ ფენომენის ხარჯზე, მშობლიდან გადმოყვება ყველა მეთოდი ასევე. მაგას რაღაც ცალკე გაჭერა აჭირდება, ეგრე ხდება ისედაც. ნახეთ? იგივე მოხდა. ესაა ჩემი სტუდენტი, name, თემო, age 21, score 75 და თემო is walking. ანუ walk-ი არსებობს სტუდენტზე. super აშვებო. super იძახებს მშობელი კლასის კონსტრუქტორს. იმიტომ რომ მე აქ ხო უნდა დამეწერა this name უდრის names და ასევე this age უდრის ages. მაგრამ ესე მიწერა უკვე მის მშობლის კონსტრუქტორში, person-ის კონსტრუქტორში. ეს ახლიდან აღარ დავწერ, ამიტომ super-ით ვიზახებ მშობელი ანუ person კლასის კონსტრუქტორს აი ამას და გადავაწყვეტი არგუმენტებად names და ages. ანუ თემოს და 21-ს. მაგაშვება super. პოლიმორფიზმი. რა არის პოლიმორფიზმი? მოდი ჩავხედოთ ამ მაგალითს. აქაც იგივე რაღაც მიწერია. მაქვს person კლასი შექმნილი, რომელსაც აქვს name და age პროპერტები განსაზღვრული და walk მეთოდი. მერე შევქმნი შვილობილი კლასი, სტუდენტი. ხო? რომელიც იძახებს super ფუნქციას, super მეთოდს. აქ names და age-ს აღარ გადავცემთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გქონდეს რა. ეგ პროპერტები. მაგრამ ნახეთ, მე აქ walk მეთოდი მაინც მიწერია. და ესეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს, რომ მშობელში წერია რაღაც ერთი კონკრეტული მეთოდი, walk-ი. და როდესაც მე ვიყევებ მემკვიდრეობითობას OOP-ში, ეს walk-ი ხო გადმოყვება ასევე შვილსაც. ანუ სტუდენტს აქვს იგივე walk მეთოდი, იგივე საკეთებს, რასაც person-ს ჰქონდა და person-ი ეკეთებდა. მაგრამ მე შეიძლება მომინდეს, რომ ახალი walk მეთოდი შევუქმნა შვილს, სტუდენტს, რომელიც სხვა რამეს აკეთებს. აი ამ ფენომენს ქვია პოლიმორფიზმი. იგივენაირად შეიძლება დავუძახოთ მეთოდების გადატვირთვა. როდესაც შვილობილ კლასში ქმნით იგივე სახელის მქონე მეთოდს, რომელიც უკვე მშობელშიც არის. და ასეთ შემთხვევაში, ანუ აქ მე რომ მქონდეს ახლიდან walk. და უბრალოდ დავარითანოთ student is walking. ანუ სახელით აღარ მიმართოთ რა. მე როდესაც walk მეთოდს ვიძახებ, ეს walk მეთოდი მიემართება აი ამას. იმ მეთოდს, რომელზეც, ანუ რომელი კლასიც არის გამოძახებული. შექმნილი პროფესორად. ანუ მაღლა აღარ აკითხავს რა, იმიტომ რომ უკვე აქვე დახვდა. აი მაგალითისთვის პოლიმორფიზმი კიდე როგორ შემიძლია რომ ჩავწერო რა. let object-ი უდრის name თემო. Objects აქვს ეგეთი მეთოდი to string to object to string თუ რაღაც ეგეთი იყო. Object to string
toString იმაზეა. სხვა ახლა toString-ი არის, ნახე. Objects აქვს toString მეთოდი, რომელიც ანუ თლად იმას არ აკეთებს, რაც გონია, გვიბრუნებს objects, მეც არაფერს. და მე შემიძლია ამას გადავაწერო ზემოდან სხვა მეთოდი. აქაც ხო იგივე მოხდა. რაღაცა უკვე არსებული იყო და ამას ზემოდან გადავაწერეთ ახალი მეთოდი. შვილობილში. და მე შემიძლია პროტოტიპი შევწყვეტ და შევცვალო მის მეშვეობა, ანუ ზემოდან გადავაწერო კიდევ. ანუ object წერტილი prototype წერტილი toString-ი უდრის ახალ ფუნქციას და ეს რას გააკეთებს? უბრალოდ ობიექტს გადაიყვანს string-ში და დააბრუნებს return json stringify this. This იქნება ის ობიექტი, რომელზეც გამოვიძახეთ მეთოდს. ანუ ახლა რომ დავაკონსოლებ object წერტილი toString-ი გამოვიდა name თემო. ოღონდ ეს მეთოდების გადატვირთვა არაა, პოლიმორფიზმი არა, იმიტომ რომ მე ობიექტის პროტოტიპში ჩავწვდი და იქ შევცვალე უკვე არსებული. ეგ იგივე იქნებოდა, რომ აი ეს ბლოკი შემეცვალა. და არა ახალი დამამატებინა და გადამეწერა ზევიდან. აქ პოლიმორფიზმი იქნებოდა შემდეგი, რომ თვითონ ობიექტში მქონდა toString მეთოდი ობიექტშივე return json stringify this. ანუ ეხლა ესეც იზავს იგივეს. უბრალოდ ეხლა ეს არის მეთოდების გადატვირთვა. რატომ? იმიტომ რომ ობიექტს ისედაც აქვს პროტოტიპში ანუ კლასში გაწერილი toString მეთოდი და მე ავდექი და მაგას გადავაწერე ზემოდან თვითონ ობიექტშივე სხვა ფუნქციონალი. ანუ ამ დროს ეხლა JavaScript-ი მიმართავს განა იმ მეთოდს, რომელიც პროტოტიპშია. არამედ თვითონ ობიექტში რომელიც არის. ანუ ყველაზე ახლოს რომელიც არა. მოდი objects დავაკონსოლებ. აი ამას მიმართავს ეხლა უკვე ყველაზე ახლოს რომელიცაა. თუმცა პროტოტიპში არსებობს მაინც, უბრალოდ ზემოდან გადავაწერეთ. და ესა პოლიმორფიზმი, როდესაც შვილობილ მეთოდში კი არა და კლასში გადავაწერთ მშობელში შექმნილ ფუნქციას ზემოდან ახალ მნიშვნელობას. ოღონდ იგივე სახელების უნდა იყოს. ანუ მშობელში მაქვს walkie, შვილში მაქვს walkie, ესე იგი გადავაწერე მე, გადავტვირთე მეთოდები. Okay? ამებს წავშლი. და რაზე მინდა რომ ვისაუბროთ, ნახეთ. მე თუ მაქვს ეგეთი მომენტი, რომ მაგალითად სუპერი არ გამოვიძახე და უბრალოდ ქულა გადავაწოდე. ნუ აქ იდეაში ეკარგება ბრალებში მუღამი იმას, რომ მაქვს მემკვიდრეობითობა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში სუპერი უნდა გამოვიძახოთ აუცილებლად. ნახეთ, სუპერი არ გამოვიძახე და reference error მაქვს. Must call super constructor in derived class before accessing this or returning from derived constructor. ანუ სუპერი მაინც უნდა გამოვიძახოთ. თუ მე არ ვაპირებ თუ მაღლა აღარ მინდა რომ გადავაწოდეს name და age, აღარ მინდა რომ name და age იქონდეს students, მაშინ არაფერს არ გადავაწვდი აქ. names და age, იმიტომ არც მაქვს. უბრალოდ მაინც აუცილებელი რომ გამოვიძახო. და იქნება undefined, იმიტომ რომ არაფერს არ ვანიჭებ. მაგრამ ამის გარეშე error-ებს რა, ეგ მაინც რა იცოდეთ. Object წერტილი prototype-ი ჩაწვდა ობიექტის პროტოტიპს და შეცვალა. ანუ ეს მეთოდები toString-ი, push-ი, pop-ი და ასე შემდეგ უწერია ობიექტების მასივის პროტოტიპს და object წერტილი prototype-ით წვდები მაგ ობიექტის პროტოტიპს, ან array-ის პროტოტიპს, ან string-ის პროტოტიპს, ან number-ის პროტოტიპს და ვცვლით თვითონ პროტოტიპშივე. რაც იმას ნიშნავს, რომ მე ყველა კონკრეტულ რიცხვზე, string-ზე, ობიექტზე იგივე მეთოდი იქნება და სხვანაირად იმუშავებს. და ენკაფსულაცია. ანუ ხო გავიარეთ ჩვენ აბსტრაქცია, მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი და მეოთხე სკალაში პარადიგმა არის ინკაფსულაცია. ინკაფსულაცია გულისხმობს კლასში
რაღაც ისეთი პროპერტების გახვევას, რომელიც მიუწვდომელია და ასევე ისეთების, რომელიც ხელმისაწვდომია. ზოგიერთადაც გამოვიყენებთ გარეთ, ზოგიერთს ვერ გამოვიყენებთ. ანუ private პროპერტები. შეიძლება კლასში მქონდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც გარეთ არ მინდა რომ გავიტანო. უბრალოდ კლასშივე იყოს შიდა კალკულაციებისთვის გამოყენებადი. მაგალითად, მაქვს ისევ person-ის კლასი და კონსტრუქტორში მქონდეს name. This name უდრის names. ნუ name ისეთი ინფორმაცია რაღაცა არაფერს გააფუჭებს, რომ გარეთ იყოს ხელმისაწვდომი. ანუ მე როდესაც შევქმნი persons, უდრის new person, გადავაწყვეტ თემო და დავაკონსოლოთ person. თემო ჩანს თვითონ გარეთ, ანუ ამ ობიექტშივე. თუმცა შეიძლება იყოს და არსებობდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც უმჯობესია, რომ გარეთ არ გამოვიდეს. მაგალითად, credit number. ანუ სიტყვაზე რაღაც არ მინდა რომ მომხმარებლის credit card-ის ნომერი გარეთ გამოვიტანო, ობიექტში ჩანდეს და მინდა იყოს მარტო კლასში ხელმისაწვდომი, შიდა კალკულაციებისთვის მარტო რა. ანუ ერთხელ რომ შევქმნი და გადავაწვევ კარტის ნომერს, მორჩემ ის მერე. this შეშובה, this მიმართავს იმ ობიექტს, რომელიც შევქმნით. ანუ აქ რო კონსტრუქტორი გამოვიძახეთ, this მიმართება persons. მე რო აქ გამოვიძახო person 1-ზე მიმართება person 1-ს, ანუ თითი შვერს რა. სახელით არ მიმართავს. და ამისთვის არის private პროპერტები. ნუ ადრე JavaScript-ში ეგეთი მიდგომა იყო, რომ როდესაც შეთანხმება იყო რა, რაღაც წესი იყო JavaScript-ის ერთ-ერთი ჩაშნეული ფიჩერი. არა, შეთანხმება იყო, რომ მოდი private პროპერტები დავწეროთ ქვედატირეთი. ქვედატირეთი დავიწყოთ. რომ მაგალითად this წერტილი ქვედატირე credit number უდრის credit numbers. გადავწყვეტ 1 2 3. აი ეს. თუმცა გარეთ მაინც გამოდიოდა. უბრალოდ ახლა ქვედატირეთი იწყება, ხვდებით რომ private property-ია და მე გარეთ არ უნდა დამჭირდეს არსად person წერტილი credit number-ის გამოყენება. გარეთ არ უნდა დამჭირდეს, არ უნდა გამოვიყენო გარეთ. მხოლოდ შიგნით, შიდა მეთოდებში რაღაც მეთოდი მაქვს და მხოლოდ შემიძლია რომ აქ გამოვიყენო. მაგრამ ტექნიკურად მაინც შესაძლებელი იყო. ამიტომ ესეთი private property-ების ცდება შემოვიდა მერე, OOP-ში, JavaScript-ის OOP-ში და როგორ გამოიყენება. თუ მაქვს მე private property, private არის კერძო, ანუ ისეთი რომელიც დამალულია პირადი და ნიშნავს რომ მხოლოდ კლასში იქნება ის ხელმისაწვდომი, კლასის გარეთ არა. და თუ მინდა რომ private property შევქმნო, ჯერ კლასს ვამზადებ, ანუ წინასწარ ვწერ რომ credit number-ის შექმნას ვაპირებ, რომელიც private იქნება და მაგის აღნიშნული არის hashtag. hashtag credit number. და მე ვქნი უკვე მაგ properties. this წერტილი hashtag credit number უდრის credit number-ს, ასაც გადავცემ. ჩავწეროთ. credit number, ანუ უთხრათ რომ ამ კლასში მექნება აი ეს private property და შემდგომ შევქმნათ ის. this წერტილი hashtag credit number უდრის credit numbers. აი ახლა ნახეთ, მოდი persons დავაკონსოლებ. ნახეთ, person-ში მარტო name-ია. არა და credit number-იც აქვს. სინამდვილეში აი ეს credit number-ი აქვს. მოდი მიწვდო მოვცადოთ წერტილი hashtag credit number. error-ია ნახეთ, ეგრევე. error-ია. Private field credit number must be declared in an enclosing class. ანუ ვერ მიწვდები ფიზიკურად. მარტო შემიძლია რომ აქ გამოვიყენო. ანუ მე შეიძლება მქონდეს რაღაცა ფუნქცია, რომელიც დამიკონსოლებს მაგას. ამ მქონდეს მაგალითად print credit number, რომელიც არის მეთოდი, ანუ ყველა ობიექტს ექნება და ეს დაარეთამნებს this წერტილი hashtag credit number. ანუ კლასში შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ გარეთ ვერა. და თუ მინდა რომ გაერთაც გამოვიტანო და გამოვაკონსოლო, მაშინ მეთოდი უნდა შევქმნა კლასში, რომელიც ობიექტსაც ექნება. და მე მაგ ობიექტზე გამოვიძახებ მეთოდს console log person წერტილი print credit number. ეგრე შემიძლია გამოვიტანო.
Okay? ესა private property-ები. Encapsulation მაგას ვქია, რომ კლასში მაქვს გახვეული, კაფსულირებული, კაფსულა ხო მაგას შესახაც არის შიგნით რა. გახვეული ისეთი property-ები, რომელსაც გამოვიყენებ, ისეთი, რომელსაც ვერ გამოვიყენებ და ვერ ვიწვდები გარეთ. მაგას ვამანეჯმენტებ რა. და აწე რას გითხარით? რო არ შემიძლია მე person-ზე მივწვდე credit numbers. ან credit number-ი ვერ მივწვდები რა. ვერც გამოვიტანა და ვერც შევცვლი მას გარედან. მარტო შიგნით შემიძლია. და აი ასეთ შემთხვევაში მე ასე ვთქვი, რომ შემიძლია მეთოდი გამოვიყენო, რომელიც დააბრუნებს credit numbers. ან მეთოდი გამოვიყენო, რომელიც შეცვლის change credit number. სადაც იქნება ახალი credit number-ი პარამეტრად და გადავცვლი რა. this ertili credit number უდრის new credit numbers. და ეს შემიძლია რომ გამოვიძახო. person ertili change credit number იყოს 456 და შეიცვლება. მოდი მე ისევ გამოვიტანოთ რომ ნახოთ რომ შეიცვალა. ნახეთ 1 2 3 იყო და მე 456 დაჭდა. ეს შემიძლია გავაკეთო. რომ private property გამოვიტანო და შევცვალო. მაგრამ უკეთესი სინტაქსი და უფრო მარტივი არის რომ გამოვიყენო getterები და setterები. ნახეთ როგორ იწერება. Get და set იგივე ფუნქციებია, რომლებიც მოქმედებენ property-ბად. ფუნქციებად ვწერთ, მაგრამ property-ბად აღიქმება მაინც. მე ვწერ get-ს მაგალითად, get ნიშნავს უნდა წამოვიღო ობიექტი ინფორმაცია, სახელია credit number-ი და ვარითანებს this credit numbers. და გაც იგივე set-ს ვწერ აქ, set credit number, იგივე პარამეტრი მაქვს და ვცვლი. ერთადერთი ცვლილება აქ რაც არის ის რომ აქ ვწერ gets, აქ ვწერ sets. უბრალოდ ის პლუსი მაქვს რომ ორივეს ერთი იგივე სახელი შემიძლია დავარქვა. ამასაც credit number-ი აქვს. ამასაც credit number-ი აქვს. და არ დამიერებს რა ხომ ერთი იგივე სახელი, იმიტომ რომ ეს getter-ია, ეს setter-ია. ეს ამას მოაქვს, ეს setავს. ცვლის properties მნიშვნელობას. Okay? უბრალოდ ერთ-ერთი ცვლილება არის მათი გამოყენება. მე თუ მინდა რომ credit number ფუნქცია გამოვიძახო, ფუნქციად აღარ ვიძახებ. უბრალოდ წერ წერტილი credit number. წერტილი credit numbers რომ წერ ეს getter-ი აღიქმება ვითომ ფუნქცია, მაგრამ property-ად აღიქმება რა ჩვეულებრივად. და წამოიღებს these credit numbers, საკრედიტო ინფორმაციას. getter-ს მოაქვს setter-ი ცვლის. და მე როცა დავწერ user წერტილი credit number უდრის 578-ს, აი მე რო ტოლობას ვწერ ჩათვალით მინიჭებას. setter ფუნქციას ვიძახებ მაგ დროს. იგივე სახელი აქვს რა, უბრალოდ setter-ია და იმით ასხოვებს რომელი გამოიტანოს credit number თუ ეს credit number. იმიტომ რომ ეს იგივე სახელი აქვს. მე თუ უბრალოდ გამოვიტან credit numbers, ესე getter-ია, წამოღამინდა. მაგრამ მე თუ მივაინჭებ ახალ მნიშვნელობას, ესე იგი setter-ია და შეცვლის. გამოიძახებს ამ ფუნქციას და ტოლობის მარჯვნივ რაც მიწერია 567. ჩათვალეთ იგივე რაც რომ ფუნქცია გამოვიძახო და არგუმენტი გავატანო. new credit number შეждდება ეს 576. უბრალოდ 567. მე თუ მინდა რომ წამოვიღო, ეს ფუნქცია გამოვიძახო, getter ფუნქცია, წერ მოდი დავაკონსოლოთ person წერტილი credit number და გამოიძახება ეს getter-ი. და თუ მინდა რომ შევცვალო, მოდი ჯერ ამებს დავაკომენტარებ. წამოიღო 1 2 3. და თუ მინდა რომ setter-ი გამოვიძახო, შევცვალო მნიშვნელობა, მაშინ წერ person წერტილი credit number უდრის 456. წერტილი credit number-ით მე ამას არ ვწვდები. private properties. ვერანაირად ვერ ვწვდები რა. უბრალოდ ვიძახებ setter ფუნქციას, რომელიც ცვლის private properties შიგნიდან. მე გარედან ვერ ვცვლი მაგას რა. მარტო შიგნიდან ვცვლი, იმიტომ რომ private-ია, კერძოა. პირადულია რა კლასისთვის. უდრის 456. 456 შეждდება აი აქ. და მე მიენჭება credit numbers. მოდი მე ეგეს ვნახოთ, credit number. გამოძახება აღარ უნდა. იდეაში ფუნქცია, მაგრამ get და set აღიქმებინებს როგორც ჩვეულებრივ properties.
აი ასე შეიცვალა. ესა ჩვენი გეთერები და სეთერები. თან იგივე სახელები აქვს, რომელიც ამენეჯმენტებს და მანიპულაციას ახდენს private property-ებზე. ანუ რაც კერძო property-ებზე, რომელსაც გარეთ ვერ გამოვიტანით და ვერ შეცვლით გარედან. მარტო შიგნით შეგვიძლია ამის გაკეთება. და ხო, დღეისთვის ეს იყო. სულ ეს არ იყო, მოვატიეთ. სტატიკურ მეთოდებზეც მინდა გასაუბროთ. ბოლოს აკითხეთ დღეისთვის. შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი, რომ კლასი შევქმნათ, რომელსაც კონსტრუქტორი არ აქვს. კლასს, რა ვთქვათ, static class და ვთქვათ მოდით. რომელსაც კონსტრუქტორი არ გააჩნია. ეგეთი შემთხვევები შეიძლება იყოს პრაქტიკაში. რომ მე არ მინდა ამ კლასიდან ობიექტების დაგენერირება. ცოტა უცნაურია, ხო, ანუ წარმოიდგინეთ პროტოტიპს ვქნი და ისე ვქნი, რომ არ მინდა რომ მომავალში ამ პროტოტიპის დაყრდნობით რაღაც ახალი ობიექტები დავაგენერირო. ცოტა უცნაურია, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს? მე შეიძლება მქონდეს რაღაცა მაგალითად 10 მეთოდი, 10 ფუნქცია, რომელიც დაახლოებით ერთი იგივე რაღაცას მუშაობს ლოგიკურად. მართალი ყველა სხვა რაღაცას აკეთებს, მაგრამ რო შეკრა რაღაცა ჯაჭვს აწყობს რა, ერთ საკითხზე მუშაობს. ანუ ერთი ამას აკეთებს, მეორე ამას, მესამე რაღაც სხვას, მაგრამ ერთიანობაში იკვრება რა საბოლოო ჯამში. ლოგიკურად საერთოა. ასე დროს ჩვენ შეგვიძლია რომ ეს 10 მეთოდი ან რამდენიც იქნება გავაერთიანოთ ერთ ყუთში, სტატიკურ კლასში. რომელიც ობიექტებს არ დააგენერირებს, უბრალოდ მექნება ჩაყრილი მეთოდები, სტატიკურები. და მეთოდი სტატიკური იყოს, უბრალოდ წერთ სტატიკს და მორჩა. static method დავარქვათ მოდი. და დავარექნოთ string-ი this method is static. ამის გამოცხება ვერ ხდება. ანუ აღარ მიწევს ობიექტის შექმნა რა. ანუ რა ხა მარტო მეთოდები მე აქვს ობიექტის შექმნა აღარ უნდა მიწევდეს. ტყუილად დავწერდი ეგრე. ანუ const static უდრის new static class. ამას ვერ ვიზავ, იმიტომ რომ კონსტრუქტორი არ მაქვს. ვერაფერს ვერ გამოვიძახებ იქ. მე თუ მინდა რომ ფუნქციას მივიწვდე, მაგას როგორ ვაკეთებ? ჯერ კლასის სახელს წერ static class და მე მეთოდის სახელს static method. და რას დარექნება შეინახება static-ში? static return value დაუწეროთ მოდი და მე ეს დავაკონსოლოთ. აი ეს. სტატიკური მეთოდი ამ შემთხვევაში მაგას აკეთებს, რომ კლასში კონსტრუქტორი არ გვაქვს, ყალიბი არ გვაქვს, ობიექტებს არ ვაგენერირებთ, უბრალოდ რაღაცა მეთოდები არის, რომელიც ლოგიკურად დაახლოებით ერთ იგივე საკითხზე მუშაობენ. ეგა და ეგ. აი მაგალითად წინა სემინარზე გქონდა რაღაც დამატებები რა, პროდუქტების ფეჩეებია. შემეძლო რომ ერთი კლასი გამეკეთებინა მაგალითად კარტისთვის, ერთი პროდუქტისთვის და ჩამეყარა მეთოდები აქ რომ გამეერთიანებინა. და უფრო მარტივად მიხვდებოდი რა, ასე დავწერდი მაგალითად cart წერტილი get cart-ი. იქნებოდა მე cart წერტილი add product-ი. მე product-ი ცალკე სტატიკური კლასი იქნებოდა product წერტილი get product და ასე შემდეგ რა. ანუ გავაერთიანებთ ლოგიკურად ერთ სივრცეში. მანაც ყველა ფუნქცია სხვა რამეს აკეთებდა, მაგრამ ერთი ნაწილი იყო რაღაცა 5-6 ფუნქცია, რომელიც პროდუქტებზე მუშაობდა, მეორე 5-6 იყო, რომელიც ქარზე მუშაობდა. და შემეძლო იდეაში რომ გამეერთიანებინ ამ სტატიკურ კლასში. მანდაც ობიექტებს არ ვაგენერირებდი, არ მჭირდებოდა. ამიტომ სტატიკური იქნებოდა ჩვენი მეთოდები. ოკეი. დღეისთვის ეს იყო. დიდი ლექცია არ გამოგვივიდა, მაგრამ როგორც წინაზე იყო FHAPE-ზე რთული არ იყო, არც ისეთი რთული, თუ პროტოტიპები კარგად უკვე იცით. და გააზრებული აქვთ ეს არ უნდა გაგერთულოთ, იმიტომ რომ უფრო მარტივი ენით და სინტაქსითა დაწერილი.
დანარჩენი იგივე ხდება უკან აბსოლუტურად ყველაფერი რა. უბრალოდ ანუ ისეთი საკითხია, რომ საკმაოდ რთული, შემოტევადი და კარგი ამოცნების მოფიქრება შეიძლება. როგორც Fetch API-ზე იყო ცალსაკე მარტივი იყო, მაგრამ ერთიანობაში დიდი პროგრამა შევკარით. პროგრამა და პრობლემაც რა. ოკეი. დღეს სულ ეს იყო. ჩანაწერს გამოვხდეთ ხოლმე და მოდი გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმს.